რატომ იზიდავს მთვარე მარტო წყალს? სინამდვილეში მთვარე ყველა ობიექტს იზიდავს. მსოფლიო მისდულობის ძალით, გრავიტაციით. მოძრაობს რა დედამიწის გარშემო მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან, რომლის მხარესაც იმყოფება. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპიროდ მყოფი. მოქცევის ძალა წოდებული ეს ძალა დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის 30 სანტიმეტრიანი ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობენ. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომის საშუალებებით კოსმოსიდან ამ მოძრავი მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება. რატომ არის ქაფი თეთრი? სინამდვილეში აქ ორი შემთხვევაა. რატომ არ არის ქაფი გამჭვირვალე, თუ იგი გამჭვირვალე წყლისგან მიიღება და რატომ გამოდის ქაფის ფერი თეთრი? ნივთიერება გამჭვირვალეა თუ მასში სინათლის სხივი თავისუფლად გადის, გაბნებისა და გადახრის გარეშე. სხივის მოძრაობა შეიძლება შეაფერხოს სხვადასხვა არაერთგვაროვნებებმა, ტვერი, ნისლი და ასე შემდეგ. ქაფში ეს არაერთგვაროვნებანი არის ჰაერის ბუშტუკების სახით. ბუშტუკებს შორის შეხების ადგილები ერთგვარი ჩაზნექილი სარკეებია, რომლებიც ირეკლავენ ან სხვა მიმართულებებს აძლევენ სინათლის სხივს. ეს არის გამჭვირვალობის დაკარგვა. ქაფი სინათლის შემადგენელ ფერებს ერთნაირად აირეკლავს, როგორც ჩვეულებრივი სარკე. თუ წყალს რაიმე ფერს მივცემთ, მაშინ მიღებული ქაფი ამავე ფერის იქნება. თუ საღებავი წყალში არაა, მაშინ ბუშტუკები მთელ სინათლეს ერთნაირად აირეკლავენ და ქაფიც თეთრი ფერისაა. შეგახსენებთ, ცისარტყელას 7 ფერი, დაშლილი თეთრი შუქის ნაწილებია. როდის ძინავს ზვიგენს? დღე თუ ღამე? აქამდე ითვლებოდა, რომ ზვიგენები საერთოდ არ იძინებენ, რადგან მათ არ გააჩნიათ ლაყუჩების მამოძრავებელი კუნთები. ამიტომ მათ მუდმივად უნდა იმოძრავონ სუნთქვისთვის. ისინი იძულებულნი არიან მუდმივად იცურონ, რომ ლაყუჩებში წყალმა გაიაროს და სისხლს გამოყოფილი ჟანგბადი მიეწოდოს. შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ ეს კუნთები ზოგიერთ სახეობას არც თუ ისე სუსტი აქვს. ზოგიერთი დასვენებას ფსკერზე გამავალი დინებებით ახერხებს, სადაც წყალი ლაყუჩებში თავისით მიედინება. ეგრეთ წოდებული ზვიგენი ძაღლი კი ძილს და ცურვას ერთად ახერხებს. ამ დროს მისი თავის ტვინი ისვენებს, მოძრაობას კი ზურგის ტვინი აკონტროლებს. ზოგიერთი ზვიგენი, როგორც დელფინები, ძილს თავის ტვინის ხან ერთი, ხან მეორე ნახევარსფეროს გათიშვით ახერხებენ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.